რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი უმშვენიერესი ქეთი სვანიძე. ასე უნდა გამოგვეცხადებით ახლა რუსთაველის თეატრის მსახიობი, მინდა მომიწიო რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ინჟინერი ქეთი ინჟინერობაშიც არ ექონება ბადალი. არ არის ჯაბანი. იმდენი ხანია ჩემო ქეთი მე თეატრში აღარ ყოფილვარ. ოჰო, მოგვენატრე. იცი როგორ არის სამწუხაროდ საბედნიეროთო რო ამბობენ ხოლმე რა. ორივეზე თავს შევიკავებ. რომ მთელი რუსთაველის თეატრი ჩემო ნიკოლოზ აქ მომყავს, მე მგონი ნელ-ნელა რა. რიგრიგობით. მადლობა, ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ დღეს სტუმრად. ძალიან მიყვარხარ. თან შენი მშობლიური ტელევიზია ერთ დროს ჩვენ ერთად ვმუშაობდით. ამ ტელევიზიაში და აბა თუ გეცნობათ ქეთი. როგორ გეკა, როგორ ბედავ რომ მაგას მეუბნები საერთოდ. სხვათა შორის ქეთისაც აქვს ნათამაშები ასე რომ ვთქვათ, მაშინ მაროს როლი. კი ბატონო. და სერიალშიც. კი ბატონო. ქეთი როგორ ახლა? გადასარევად, შესანიშნავად. შვენიერი, სახლში კარგად, ყველაფერი გადასარევად. კი. ძალიან კარგი. როგორც იქნა გავთხოვდი. არ თხოვდები, როგორც იქნა გავთხოვდი. ესე როგორ შენ რომ მაგას ამბობ, როგორც ირა სურათებს გადაღებ, ახლა არა, ქეთი როცა რუსთაველის თეატრში მოვიდა, ძალიან დიდი ამბები იყო აწყობილი მის გათხოვებაზე, რომ არ თხოვდები. რა არის გოგო რა მოგიერა და როგორც იქნა გამადებეთ თავი და არ მინდა და ამათ იყვიდან ამოვედი და დავისვენეთ, რომ არ მინდა გითხოვ. აი ასე უნდა ხალხოთ. ერთი რა მინდა რომ გკითხო რა, ჩემო პატასთან ერთად ახლა მესმის რომ სატელევიზიო სივრცეში ერთად გქონიათ სპექტაკლები ამდენად. უამრავი სპექტაკლი საკმაოდ ამათ მე მგონიათ რომ თეატრში რო არ ვიტყუები. სუაკავაროს დავტკიცად. ჩემ და საბედნიეროდ პატასთან ძალიან ბევრ სპექტაკლში მაქვს მონაწილეობა მიღებული და არაჩვეულებრივი პარტნიორია და ნუ ბევრი პატასთან ერთად სერიოზულად არაფერი არ გამოდის. ო, ეგ მინდოდა მეკითხა რომ იქაც ანცი და მაღვალაკია თქო? ხო, კი, აბა რა. ერთ-ერთ სპექტაკლში გავიხსენებ ახლა. კი ბატონო. ნუ გიჟ პოეტს თამაშობდა გაწეწილი თმებით, ჩემოდანში უამრავი ლექსებით მოდის და რაღაცა მე თქვენ მიყვარხართ, რაღაცებს მეუბნებათ და მე ამ სცენაში ვეუბნები უარს და რა მერქვა? აუ აღარ გახსოვს ვაიმე. იმდენი წლის წინ იყო და პაატა შემოვიდა რაღაც არაჩვეულებრივი შემოსვლა ქონდა, ნუ ბევრი შემოსვლა ქონდა, მაგრამ ეს იყო ფინალური რა. ხო და მე თქვენ მიყვარხართ რაღაცებს იძახის და მე გამომყევით ცოლად, არა მე ვთქვი, მე ვერ გამომყევით ცოლად, მე რაღაც ძალიან დრამატული საბაქო. ხო და ესეთი რაღაც ქონდა რომ მეხიც კი დამეცეს და ჩვენი მუსიკალური უსაყვარლესი გამოფორმებელი ნინო უშვებდა მეხის ხმას. ხო და მეხიც კი დამეცეს ხო თქვა და ბაბახ და როგორი მეხის დაცემის ხმას რომ ყველა დავწეკით და პატა დაწვა და 2 წუთი გდია. ხო და ეს არ არის სპექტაკლში წამოდგეთ. ხალხო მართლა დამეცა. ხალხო და ნუ იქ ხო ჩვენ დავწექით, გავცვივდით, რაღაც გავითამაშეთ, ჩემოდი. ეხა კიდე ამ სპექტაკლში ეს ხო მეხი ხო დაეცა და ხო გავიდა. ეხა ბოლო ფინალური სცენა რომ ჩემ შეყვარებულს ვემშვიდობები, რომ ვითამაშობდა? გოგა ბარბაქაძე ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი. არ წახვიდე და გვაქვს სცენა რომ არა მივდივარ და მიყვარხარ და რაღაც ორნი ვარ სცენაზე. პაატა მცირე სცენაზეა ეს სპექტაკლი. პაატა უცებ მაყურებლის კარიდან შემოდის სადიპოვა. უკან ხა ჩვენ თეატრში მოგეხსენებათ ბევრი რეკვიზიტი დევს. ეს სამაშველო დიდი ყვითელი რას ეძახიან მაგას? კამერა და ეს თმა გაწაწილი მე ხდაცემული. უკაცრავად. ჩვენ გვეკითხება სცენას გასასვლელი სად არის? ისად გავრბოდით მაყურებელი ხო გავიგე რა ხალხმა იფიქრო რაღაც ხდება. ეს რა არის? არ გეგონათ ხა ყველა სპექტაკლში არა, ყველა სპექტაკლში. არის რაღაცა. ხანდახან იყო ხოლმე ესეთი.
არ ვიცი რა, დღეში 500 ჯერ რო გათამაშები, ხო იცი და უკვე მაყურებელსაც რო ისე. ხო, ნუ მაგრამ ამას ისე აკეთებდა პროფესიონალურად, რომ ნუ ხა ეს არ იყო მათთვის რაღაცა თლად ხომ ისე ატარებდა, რომ ვითომ ესე იყო რა, პატარა დრამატული სცენა გადადოდა. ჩვენი მეგობრები, ჩვენი კოლეგები, კახა კუპატაძე, ყავდა აქ მანანა აბრამიშვილი. ყველამ თითქმის გაიხსენა ისტორიები, სადაც შენ ფიგურირებდი რა. ხო და სამაგიეროს დრო ხო არ მოვიდა. კი, აუცილებლად გადავხდი სამაგიეროს სახით იხედება. ხო, მე არაფერ შუაში ვერ ვარ. ბევრი კარგი ისტორია მაქვს. ამჯერად მანანა აბრამიშვილზე მოვყვები, სხვათა შორის მხოლოდ მე ვარ, ვინცაც შეუძლია რომ მისი როლი, ანუ მისი თავი ითამაშოს. თვითონაც ძალიან ისე მიყურებს ხო? ერთი მოყევი. არ ბაძავ ხო? მოყევი რა ის რა. ძალიან საყვარელი ადამიანია. და გიждდება მიცვალებულებზე. მე როგორ აი მიცვალებულებზე დახედვაზე აფრენს და ნუ ძალიან ცნობილი მსახიობი დაიღუპა. ნუ ძალიან წარმოსადგენი სახელს და გვარს ვერ ვიტყვი, მცხვენია. და გზაშივე ვაფრთხილებთ რომ მანანა თუ გადაფარებული იქნება, შენ არ ახტი და არ დახტი. არა მე ძალიან მაინტერესებს კეთი, არ მაინტერესებს ვინ იქნება იქ და არ ვიცი ეს დაბარებულები იყვნენ ეს ჭირისუფლები თუ რა იყო ეს რა ჩვენ რო შევედით წამოხტა 4 ჭირისუფალი ერთ-ერთი მეგრელი იყო არ დახედოთ როგორ იციყო ისეთი გახსოვდეთ ჩვენი ლამაზი სამაყო რაღაცა ხებენ და მანანა პაუზა ხა ჩვენ რა თქმა უნდა მე ძალიან მეშინია რას დავხედა არა იცით ქალბატონო მე არ მეშინია მიცვალებული უნდა დავხედა და ერთი ამბავი რომ არ უნდათ რომ ეს კაცი ნახოთ ეხა ჩვენ და მანანა ეხა ჩვენ უკან მოყვებია ბიჭები ჩვენ გოგოები შევედით ეხა ყვავილებით და რა თქმა უნდა ეს რო გადარეულა კი ვიცი მაგრამ ნუ ეხა არა ქალბატონო და ნუ ეგ შემოცვიდნენ გარედან ხალხი რომ რა გაგლეჯვა და მანანა არა უნდა ავდგე იცით რა არის მე არ მეშინია დავხედავ ხომოუტრიალდი მეცით რომ რა გამაჩერებდა ეხა იქ რო გამოვა ყველა ვისად გარბოდა და დღემდე არ იციან ამ ხალხმა რა დაგვემართა ჩვენ სახელი რატო შევედით რატო ატყდა კივილი და რატო გამოვცვიდით ყველა ვინც მოყვებოდა რომ წამოსული არ იყო ისინიც მორბოდნენ მე რომ ალბათ მიცვალებული ადგა შეიძლება ეგეგონა საოცარი ადამიანია ხო და ერთ ისტორიას მოვყვები კახა კუპატაძე მე არ ვიცი მოყვა გადაცემაში ეს ჩემი ისტორია ხმე რო არ მოვყვე ზესტაფონში ვართ ნუ სპექტაკლი ვითამაშეთ ძუნწი და კახა თქვენ თუ დააკვირდებით უკაცრავად გაწყენი ჩვენი რუსთაველის თეატრი კუტრებზე ვყვება ისტორიებს აი ისტორიები გვაქვს და იმიტომ ხო და ნუ ეხლა ზესტაფონში რაღაც ისეთი შენობაში რაღაც რესტორანი გაკეთებული დიდი კორიდორი აქვს ერთ 30 კაციანი სუფრა ნუ სპექტაკლის მერე რაღაცას მღერით თეკვავთ და ნუ ეს ჩახვეული გვაქვს ზესტაფონო გშორდები და ხა უკაცრავად და საპირფარეშოში მომინდა გასვლა და ნუ არავინ არ გამონყო ყველა წადი გაცო შენ და მე პომადა ავიღე იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს გაპრანჭვა და ავიღე პომადა და რო გამოვედი თან ხა რაღაცას შაყირებ და დიდი კორიდორია დიდი ეხოა ესეც ზესტაფონო ბოლოშია საპირფარეშო მამაკაცების და ქალბატონების ზესტაფონო გშორდები და იქიდან ვიღაცა 20 კაცი თურმე სვავდა მე რა ვიცი ახლა იქ ხმა არის შორს მევდევარ ნევა გამშვი დოფები და მე კარგად დაიფა აიმე ჩემო შევარდი საპირფარეშოში კიდევ კაი ტელეფონი წაღებული მქონდა ის კაცი მღეროდა შაგეროცოლე და იქ მელოდება კორიდორში გამოვა ახლა გამოეთრიგე მე ვთხარი წამიყვანე ვიღაცა კაცი მოსული და მღერის ზესტაფონი აბარაგე ნუ ჩვენ ცალკე ისტორიები გვაქვს ერთად უნდა ყოფილიყავით და მე კარგი ესეთი ისტორიები ნუ გადასარე მანანა აბრამიშვილზე კიდე მაქვს ერთი ისტორია თუ შეიძლება რომ მოვყვე იცი რომ არ ეწყინა აბა რას ვაკეთებ თუ არ გამიგრძელდა სტუმრობა რას ველაპარაკებ სპექტაკლს აკეთებ რა გაგიგრძელდა ანუ მან ესე იგი რეპეტიცია დამთავრდა ძალიან დაღლილები ვართ და ჩვენმა უსაყვარლესმა მეგობარმა ქეთი ხიტირმა დაგპატიჟა საგურამოში თავისთან და ისე მოხდა რომ მე და მანანა შემოვრჩით და გვინდა ეხლა წასვლა რა და მანანა არის გაშტერებული ნუ რო იღლება უკვე ერთხარეს იხედება და რასაც ცოტა ჩარტყმულია არა აქ რეპეტიციით მორჩით და უნდა წავიდეთ რომ პატარა დავლიოთ თუ რა გამოვდივართ თაბუკაშვილის ქუჩაზე პატარა სასმელი ვიყიდით მანანამ ასე იღლიაში ამასქნა ეს და სასმელი და მე გზაშივე ხო და მეუბნები ეხა რომ მაშინ გაზზე მანქანები ახალი თემა იყო ეს შემდგომი ხო და
ვეუბნები რომ მოვთხარი ყველა მანქანა გაზია და მოვთხარი ხა იაფად საგურამოში ხა მოვთხარი ბევრს გამოგართმევენ და რაღაცნაირად ისე უთხარი რომ იაფად წაგვიყვანო ნეგენი იაფად დადიან მეთქი ამან დაიმახსოვა რა მარტო გაზი იძახის და მე რა ვიცი და უცებ აჩერებს მანქანას ასეთი სახით გამოაღო კარები და ეს სასმელი თმები აქ დახუჭუჭებული რაც თავარია ლამა გაზი გაქვს ეს კაცი ზუსტად მიხთა რომ გიჟებ მე ხა კი ვიცინი მაგრამ არ მოეწონა ეს და მე რო ვიცინი უკვე ორი გიჟე და იცით რა არის არ მივდივარ მე არსად გეკითხები გაზი გაქვს მაგ გაზზე ვარ მაგრამ არ მივდივარ არსადო და რაღაცებს შვება ეს კაცი რა იმასაც წასვლა უნდა და ვეღარ მიდის და მანანამ კარი მოუხურა და მოტრიალდა და იქვე გაჩერდა და ვერ აჩერებს არავინ არ მოდის ხა თამუკაშვილის ქუჩაზე ხო და ერთი წუთია მოიცადე რო ვერ წავით გამო ხო და ცოდვებმა გიწია გაიგეშენა ჯახ ეს კაცი ალბათ დღემდე ფიქრობს ამ ქალებს რატო უნდა გაზი ან სად მიდიოდნენ არა ქეთიზე მინდა ვთქვა რომ როგორც შეატყვით და დამეთანხმება ტელემაყურებელიც და სტუდიაში მყოფების და ჩვენი ბიჭებიც უნიჭერესი ადამიანია ძალიან მაგარი მსახიობია თვითონაც ადამიანი ძალიან მაგარია და დედამისი მინდა მოვიკითხო აქედან და ქეთი არის მოდია შენ შესახებ რო გითხრა რა ორი სიტყვა შენ თავად როგორ მოხდი თეატრალურში და ასე შემდეგ ხო მოგესალმებით მე აფხაზეთიდან ვარ დედა რახანს ახსენე ნუ დედამ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და თუ რამეს დღეს ვაკეთებ მისი დამსახურება ნუ საყვარელი დამამთავრებინა 7 წლები 10 წლები 20 წლები 20 წლები ოპერის ბავშვთა გუნდში მღეროდი რაღაცა ცეკვავდი ერისიონში და ნუ აი ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ანუ თეატრში მართლა ნუ ბატონ რობერტ სტურუას დიდი მადლობა იმიტომ რომ სპექტაკლში ვნახა და იქიდან ამიყვანა და ამ საოცარო ადამიანებთან პირველ რიგში მეგობრები შევიძინე ისეთი რომ დღემდე ამაყივარ და ცხოვრების ბოლომდე მარტო მაგით ვიქნები ბედნიერი რომ ესეთი ხალხი მყავს გვერდზე და აი ესე მოვხვდი თეატრში ხო და აი ხა იმიტომ მინდა და პატარა შესავალი რომ მე ყოველთვის არის ხოლმე ეხლა მოგეხსენებათ მე ხშირად მithქვავს ან საოცნებო როლი ან უკვე შესრულებული როლი რომელსაც გაბედნიერებს და ქეთის რაღაცა ინტერვიუ იყო და კალიდორში ვარ მე და მარტოზის ინტერვიუ და მოვკარი ამას ყური რასაც ახლა თვითონ იტყვის რა როლზეც იყო და ეკითხება ის რომ თქვენი როლიო და ეს ყვება ამ როლის შესახებ და ეხლა მე მინდა რომ აუდიტორიამ გაიგოს რა არის შენი ასე ვთქვათ გამორჩეული როლი მადლობა ღმერთს რომ გამორჩეული როლები ხარ მაყურებელმა უნდა თქვას ჩემთვის კურიოზი კონკიას თამაშობ საახალწლო სპექტაკლია პაატაც თამაშობს კონკია ვარ კონკია არის და მე მერგო ცხენის როლი ცხენის აი კონკია რომ მიყავთ აი ის რო არის რა ქვია ეტლი და იმ ეტლის ცხენი ვარ მე ხო და რაღაცა ცეკვა გვაქვს და ნუ ისე მოხდა რომ ისეთ საინტერესო ცეკვა გამოვიდა მართლა გამოსაჩენი თუ რაღაცა და ნუ მაყურებელს განსაკუთრებული აპლოდისმენტები ჰქონდა ჩვენ ხა მოვდივარ სამარშრუტო ტაქსში ვზივარ ხო და აი დაღლილი რომ 24-ით უნდა ვითამაშოთ ცხენი ხო და ნუ ეხა მანამდე ეთყობა ნუ მოკლედ ბევრმა ხალხმა ნახა დღეში 3 სპექტაკლს თამაშობთ 800 კაცი გვესწრება და ნუ ფაქტიურად მთელ თბილისს აქ ნანახი საქართველოს თუ არა და ეს ქალი ზის ვიღაც მე წინზი ვარ ესეც წინზის რა გამოიხედება გაიხედება კიდე გამომხედას რაღაცის თქმა უნდა და ვფიქრობ მინდა რომ ვკითხო რა და გადაჭედილია სამარშრუტო ტაქსი რა კაი ცხენი იყავით რა კაი ცხენი იყავით და ჯერ მე ვერ მივხვდი რა რა მაგარი კომპლიმენტია რა გადასარევ მე ძალიან რამაზი ცხენი ჯერ არ მინახა რა კარგი ცხენი და ნუ იქ ატყდა ერთად სათამაშობ და აი მე ვთარი კონკიაში ცხენი ვარ და ხალხი ცოტა ვერ მიხვდა რა ცხენზე ბატონო და ეგრე დამემართა კიდე 24 სპექტაკლი ვითამაშოთ და 25 დღეს მე რეპეტიციაზე დამიბარეს ოღონდ ცხენს აღარ თამაშობთ შევედი საგრიმიოროში და ეს ჩემი კოსტიუმი დევს 11 საათზე ვარ უბრალოდ რეპეტიციაზე სხვა რეპეტიციაზე დაბარებით მე დამავიწყდა გონია რომ ისევ ცხენი გადაიწვი რა ჩავიცვი ეს ცხენის ფორმა აქ კინები მაქვს მოგული და ვიკაკუნებ ზევით და კარიგა უბრალოდ ცოტა დამაგვია და მეთქი ხარ ვარ შევაჭრა ნელა შევაღებ და შევაღე კარები და ხალხი კოსტიუმებში არ არის მე ვარ ცხენი
ფურცლები პასტებს სხვა რეჟისორის ის იქვე მივხვდი რომ აღარა ვაცხე. აი როგორ გამოკირველად ცხოვრებაში შემეშინდა საკუთარი თავის. ვიფიქრე რომ ანცხენად მოუკვდები არ გავგიზდი. და ლოცულობდი მთელი გზა რომ მეთქი ვინმე არ დამინახოს რომ ამ ცხენის ფორმით 25 მეტრს თეატრში დაურბივა. მეცოდინებოდა. კი უკვე რა სვანიძე გაგიჟდა, გაცხენდა. კეთო, ჩემო საყვარელო, იცი რა. გაბედა და კუპატაძემ წაიკითხა ლექსი. იმღერა ჩვენთან ამარაჩეულებრივი ბიჭების საშუალება აქ რო არიან გამოიყენა და არც თუ ისე ცუდად სხვათა შორის. გარეთ კარგად. მე მეგონა მაგი მარტო ნასვამი იმღეროდა და. არა, ძალიან კარგად ვღერე. მოდი აი მე რამიდა იცი ხა ამ მსახიობები ის რაღაცა რუბრიკასავით გამოვიდა არა ნიკუში. კი ბატონო, კი რო. აი ესეთი ვეუბნები, რაც გინდა თქო შენ გულით, რომ შეიძლება რა ვიცი, არც მოგიწიოს, ან გინდა ლექსი თქვი, გინდა რაღაც არ ვიცი. პატარას წაგიმღერებთ თუ შეიძლება. აკაპელას? აკაპელას, ხო. იმდენი ვილაპარაკე ამის მერე თუ შეიძლება სიმღერა არ ვიცი, მაგრამ. კი, აბამით. ნედავი რადმე მაქცია ბულბულა და გადამაქცია ბულბული სენა მასწავლა შენს ბაგეს შემომაჩვია ბულბული სენა მასწავლა შენს ბაგეს შემომაჩვია ბრავო ესე იგი კიდევ დედას დიდი მადლობა რომ 10 წლები 7 წლები 47 წლები ბატონო კეთილი იმდენი რამე ჩამოთვალ ახლა ლექსის შეუძლიებ შენ უნდა წაი შენ ყავს გადასარევა გადაძეგა რა ცხენივით დადის ცხენი ხოდა მაგას გააკეთე როგორ დადიოდი არ არის საინტერესო მართლა ცხენი შემოსკონკრა ეთი რა მაინტერესებს ეს ამ კარეტაში შემული ერთი ცხენი იყო მარტო თუ იყო არა ჩვენ ეტლი ერთი მე შევხვდი იმ ქალს მარტო თორე ალბათ იმათაც ეთქოდა რა кай ცხენი არა აი ხედავ ყველაზე კარგად ეს კონკიას თემა არის რა რო არ მოყვე არ შემილია რაღაცა სხვა სპექტაკლი იდგმება ბატონი მურმანჯინორია იცი შენ ეს ისტორია ნუ დაიწყო ინტენსიური ლაპარაკი რომ უნდა გაგრძელდესო რა რეპეტიციაო წაში და მე 12-ზეო სახში უნდა ვიყო რა და აი არა 12-ზე უნდა ვიყო სახში არ არსებობს 12-ზე უნდა ვიყო თორემ ქალბატონი მარინა კახიანი რა იყო გოგრა ხა გოგრა მარინა ძაასა მაგარია ეხლა სხვათა შორის რა მაგრა იცეკვა სასწაულად იცეკვა მართლა და კარგი იყო ესეთი პროექტი არ მახსოვს რომელი ჟურნალი აკეთებდა რაღაცა რუსთაველის თეატრის ისტორიის გადახვევა ასეთი ჩვენი ძალიან ცნობილი მსახიობების კოსტუმები რომელ კოსტუმებშიც მათ ძალიან ისეთი როლები შეასრულეს რომელიც სახასიათო და რო ასოცირდებოდა მათთან ესენი არიან ახსოვთ ჩვენს მაყურებელს სალომე ყანჩელი ისეთი სტამბეჭდავი რა მართლა რაღაც ჩვენი სხვათა შორის ფოტოს გადაღებაც ანუ ითხოვდნენ მიახლოებულ სცენას და ერთი არის რომ კოსტიუმი გაცვია და მიგამსგავსებენ და მეორე არის რომ იქვე დაიჭირო ფოტოში ხასიათი და მე ვთვლი რომ არაჩვეულებრივი პროექტი იყო კი ბატონო რაღაცა ეს ბიჭები ახლა აქ რო ყავს ისე როგორ გაგიშვა რომ რუსთაველის თეატრზე ვლაპარაკობთ და უკოსტუმოთ უყველაფროთ რაღაცა ეთი მაგარი არ გავიხსენოთ ცნობილი კარგი სიმღერა ურეპეტიციოთ ხო ვიცი რა ახლა რეპეტიცია ვარდო ხო ვიცი ბიჭები ეცოდინება თაბარა მაშინ ჩვენ თეატრზე რახანს ვლაპარაკობთ ისევ ჩვენი უსაყვარლესი სპექტაკლიდან პატარა სიმღერით სიმღერით კი ბატონო